გოგონამ 50 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რომ ანჯელინა ჯოლის დამსგავსებოდა. ასე გამოიყურებოდა ადრე. 2017 წელს სოციალური მედიის სამყარო შოკში ჩავარდა თეირანის გოგონას უჩვეულო ფოტო მასალამ, რომელიც ცნობილია როგორც საჰარ ტაბარი. მისი სახე არაბუნებრივად წაგრძელებული ჩანდა, კანი ავადმყოფურად ფერმკრთალი ჰქონდა, ლოხები კი საშინლად ბასრი. ზოგი მას ირანელ ანჯელინა ჯოლის უწოდებდა, ზოგი კი ტიმ ბარტონის ფილმის გმირს. ასეა თუ ისე ათასობით ადამიანმა გამოიწერა მისი გვერდი და მედია ეჯიბრებოდა ერთმანეთს იდუმალი ტრანსფორმაციის განსახილველად. მაგრამ რა იყო ამ სურათის უკან? მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგონამ სავარაუდოდ 50-ზე მეტი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და 40 კილოგრამი დაიკლო ასეთი უჩვეულო გარეგნობის მისაღწევად. ჭორების თანახმად მას სურდა ჰოლივუდის ვარსკვლავ ანჯელინა ჯოლის დამსგავსებოდა. არასოდეს მსურდა ყოფილიყავი ჯოლისა და Corpse Bride-ის პერსონაჟის მსგავსი. ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი, იყო ხელოვნება. ხალხს უბრალოდ არ ესმოდა ჩემი იდეა, მოგვიანებით გაირკვა, რომ მისი გარეგნობა ოპერაციის შედეგი კი არა, პროფესიონალური მაკიაჟის, ფილტრებისა და ფოტოშოპის კომბინაცია იყო. საჰარი ოსტატურად მანიპულირებდა აღქმაზე, ქმნიდა საშინელი გარეგნობის ილუზიას. მიუხედავად კრიტიკისა, მისი ინსტაგრამზე მიმდევრები სწრაფად გაიზარდა. რამდენიმე თვეში მას 400,000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა. ხალხი კამათობდა, იყო ეს პროვოკაცია, თვითგამოხატვის ფორმა თუ უბრალოდ წარმატებული ხუმრობა. მაგრამ ირანის ხელისუფლება სხვაგვარად ფიქრობდა. 2019 წელს გოგონა დააკავეს და დაადანაშაულეს გმობა და ახალგაზრდობის კორუფცია. 2020 წელს სასამართლომ მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საერთაშორისო საზოგადოება შოკირებული იყო მკაცრი განაჩენით. უფლებადამცველებმა განაცხადეს. საჰარი მხოლოდ 19 წლისაა. მისი უჩვეულო ფოტოები მხოლოდ ხუმრობაა, თამაში მის იმიჯთან. მაგრამ ახლა მისი ცხოვრება დანგრეულია. დედა მის გათავისუფლებას ევედრება. 14 თვიანი პატიმრობის შემდეგ გოგონა მოულოდნელად გაათავისუფლეს. ის გამოჩნდა ირანულ ტელევიზიაში და აჩვენა თავისი ნამდვილი სახე. დიახ, პლასტიკური ოპერაცია გავიკეთე, მაგრამ ძალიან ცოტა. ჩემი ცნობილი ფოტოებია მაკიაჟი და მონტაჟი. ხალხს სჯეროდა ილუზიის